მცირეოდენი სარეკლამო პაუზის შემდეგ ჩვენ კვლავ ეთერში ვართ, მეორე ბლოკი. ჩვენი საინტერესო და უჩვეულო გადაცემისა. ბიძინა, ჩვენ ვისაუბრეთ 1992 წლის 12-13 მარტის, უბრალოდ 13 მარტის დადგენილებაზე. მოდი, აი აქედან და არჩევნების თაობაზე, ხო? ცოტა ხანში იმედი არის, რომ როგორც ჩვენ კულუარებში შევხვდები, იქნება საერთაშორისო სამართლის მიერ ალბათ დადებული რაღაცა დასკვნები, რამდენად რა არის გაყალბებული, რამდენად რა არის მართალი. და მოდი ახლა ჩვენ 13 მარტის დადგენილებიდან გამოვიდეთ და ვისაუბროთ საქართველოს დღევანდელ მდგომარეობაზე. შენ ხარ თბილისელი კაცი. პირველ რიგში მე ვარ ქართველი. რა თქმა უნდა. პირველ რიგში შენ ხარ ქართველი, ხარ მამულიშვილი, ხარ ეროვნული სულისკვეთების ადამიანი, ხარ ეროვნული მოძრაობის აქტიური წარმომადგენელი ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკიდან და იმ ღრმა ბავშვობასაც ვიტყვი, როდესაც შენი მშობლები გაკვალიანებდნენ სამშობლო სიყვარულზე და ასე შემდეგ და ქონდა შენ ურთიერთობა ძალიან ისეთ საინტერესო ადამიანებთან, რომლებზეც ჩვენ უკვე პირველ ბლოკში ვისაუბრეთ და განსაკუთრებით რა თქმა უნდა ზიად განსაკუთრებით ოჯახთან და მერაბ კოწალას ოჯახთან, შენი მშობლებისა და შენი ბებია ბაბუისა და ბაბუებისა და შენი წინაპრების წყალობით. და ხარ თბილისელი კაცი. დღეს თბილისი მე მაგალითად გული მისკდება თბილისს რომ უყურებ, ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი, რა თქმა უნდა მიყვარს ჩემი საქართველო და ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი, რომელიც ჩემს ქალაქს აღარ გავს. ხო? რას იტყვი, მოდი გავიხსენოთ თბილისი პატარა პრეისტორიას ავით. გავიხსენოთ თბილისი, შენი ბავშვობის თბილისი, მე 90-იანი წლების თბილისი. დღესაც საუბრობდი მეგობრებთან, როგორ გვენატრება თუნდაც ის 90-იანი წლების თბილისი, რომელიც იყო გადამწვარი, განადგურებული, მაგრამ ქართველებში მაინც აი სიყვარული იყო, რომელიც მომდგამდა და აი ის თბილისი კიდე თბილისობდა. მაგრამ იმის შემდეგ რაღაცა საშინელება ხდება. მოდი გავიხსენოთ თბილისი და გავიხსენოთ ის ობიექტები, რომლებიც თუნდაც შენმა წინაპრებმა ააშენეს. და დღეს რომ პრინციპში აღარ არის. და მე უკვე ნელ-ნელა მივყვებით განადგურებული თბილისის ამბებს. და როგორ უნდა გამოვასწოროთ? აი ეს არის ახლა ჩვენი მიმართულება. რა უნდა ვუშვებოთ ეკონომიკას? როგორ უნდა აღვაღოძინოთ ეკონომიკა და როგორ უნდა დავიბრუნოთ საქართველოს? მეორე ბლოკში ვისაუბროთ ამ თემაზე. ძალიან მცირეოდენიმე შემოიფარგლა რომ ვისაუბროთ ძველ თბილისზე, შენი ბავშვობის თბილისზე, შენი ახალგაზრდობის თბილისზე და დღევანდელ თბილისზე. კი ბატონო. საქართველოზე ვისაუბროთ, კი ბატონო. ბატონო, ჩემი ახალგაზრდობის თბილისში და საქართველოსთან დავიბადე საბჭოთა საქართველოში. ხო, 1971 წლის 1 ოქტომბერს დამარქვეს ბაბუა სახელი და წლების მერე გავიგე, რომ თურმე 1 ოქტომბერი არის ყოვლადწმინდა მოწამეების ბიძინა ჩოლოყაშვილის და შალვალდაეძბა რისთავების ხსენების დღე და მაშინ ეს არ იცოდა, არავინ მეცაც გეტყვით, მიხა გარბოჩოვმა 1 ოქტომბერი დაარსა პოლიტმეცადინეობის დღეც გამოაცხადა ესე და ნუ 2 წელი სადღაც იყო ესე და მე უკვე ეროვნული მოძრაობა რო გაჩაღდა და საერთოდ დააუწყდა ეს ყველაფერი. ხოდა ნუ ახლა კი ვახსენე, მაინც მინდა აღვნიშნო ჩემს საქმეს იგივე ჩემი შობლებიდან გამომდინარე და განსაკუთრებით დედაჩემიდან გამომდინარე. იყო ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი, სტუმრად, სხვადასხვა დროს მოსული, ზოგი ცნობილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ზოგი უბრალოდ საკავშირო სამინისტროდან მოსული და უცხოეთიდანაც კი იყვნენ, იმიტომ რომ
ნუ მაგალითად გამოვყო მარტო ორ მომენტს ის იყო ცნობილი მეცნიერი ბატონი აკაკი გაწერილია ჩვენთან რომელიც მუშაობდა დედასთან და ძალიან თბილი და კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ბატონი აკაკის საყვარელი თანამშრომელი იყო დედა ჩემი და პიროვნულად ძალიან დიდ პატივს სცემდნენ ერთმანეთს და როდესაც გადაწყდა რომ ბატონი აკაკი ჩვენთან უნდა მოსულიყო სტუმრად გამორხილას მე და ჩემი ძმა რომ დიდი მეცნიერი მოვიდა რომ შემოვიდა ჩვეულებრივი აღნაგობის კაცი ჩვენ მეთქი ის დიდი რა დიდი და თორმე გაირკვა რომ ის დიდი არის თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამო ხოდა მე იმიტომ მინდა გამოვყო საგანგებოდ რომ ბატონმა აკაკიმ აჩუქა დედას სამტომეული და რომელიც რო წავიკითხე სამივე ტომი ხო ისეთი შენაძენი ისეთი განცდა მქონდა რომ მე ვიყავი ენით აუწერელი შენაძენის პატრონი იმიტომ რომ ასეთი დიდი შრომა რაც მე იმ წიგნზე დავხარჯე ხო თავისი ავტორობით ხო ხო რა თქმა უნდა მისი ავტორობით და რაც მე იმ წიგნზე დავხარჯე ხო ესე იგი განმარტებითი ლექსიკონების ეს დამჭირდა მოხმობა და ჩემი შეკრული მყავდა ხელში რომ აბა ეს ტერმინი რას ნიშნავს ის რამე და მოკლედ მომდი საკმაოდ დიდი ხანი და ძალიან დიდი შრომა დავხარჯე და ეხლა კიდევ ერთხელ ამბობ რომ ვიყავი ძალიან დიდი შენაძენის პატრონი როდესაც ეს სამი ტომი დავამთავრე და სხვათა შორის ჩემი გროზნოში ყოფნის დროს ბატონმა აკაკიმ შემომითვალა მაშინ ყოჩა ღვიძინა ძალიან კარგია რასაც აკეთებ მაგრამ თუ სწავლაზე ხელი აიღეს ყველაფერი წყალში ჩაიყარებაო და ნუ რა თქმა უნდა მე არ ვაპირებდი რომ სწავლაზე ხელი ამიღო და ნუ ბატონი აკაკის შემონათვალმა ხო ნუ სტიმული კიდევ უფრო მეტად მომსადა და მე და ჩემს მას ბატონი აკაკი გვეძახდა დიდი სიყვარულით კანდელაკის პრინცეპს მაშინ და ეკავით ასე და ნუ მეორე შემთხვევა იყო ეს იყო 9 აპრილამდე ერთი კვირით ადრე ის იყო ზუსტად 99 წლის 2 აპრილი როდესაც ჩვენთან სახლში სტუმრად იყო გერმანიიდან ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის დელეგაცია რექტორი და მისი თანხლები პირები სტუმრად რომელსაც უმასპინძლა დედაჩემის კათედრა მის მაშინ იყო გერმანული ენის კათედრა და ნუ ჩვენთან სახლში გაემართა სუფრა და მიდიოდა გერმანულ ენაზე და ქართული ტრადიციებით და მაშინ ძალიან თავისუფლად საუბრობდნენ იქ ყოფილი ადამიანები როგორც ქართველები ისე გერმანელები ერთმანეთთან ყველაფერზე შენ გესმოდა ეს გერმანული საუბარი ნაკლებად ცხონებული დედაჩემი ისე გარდაიცვალა რომ მე გერმანული არ მასწავლა მიუხედავად იმისა რომ მონაცემები მქონდა იმიტომ რომ როდესაც დედა ამზადებდა ხოლმე ბავშვებს და სხვა კატეგორიის ადამიანებს მე უპასუხობდი ხოლმე მათმაგივრად ხოდა და ნუ და ესე იგი მინდიოდა ესეთი ინტელექტუალური საუბრები ყოველთვის დაბეჭდილების გაცვლა გაზიარება და შემდეგ უკვე შეძლების დაგვარად უკვე ლიტერატურის გაცვლაც სხვადასხვა შესაბამისი სახელმძღვანელოები წიგნები პერიოდული გამოცემები რაღაცა და როგორც ქართული ისე გერმანული და ეგეთი რაღაცები და ნუ ეს ყველაფერი ამ ყველაფერმა გაიარა ჩემ თვალწინ და თავისი კვალი რა თქმა უნდა თავისი ნათელი კვალი და დავიტოვა ამ ცხოვრებაში და ჩემი სოციოლოგიის ჩამოყალიბებაში და უბრალოდ უკვე რაც შეეხება ეს დასმულ კითხვას ხო აი რა გვეშველება დღეს რა არის გამოსავალი არის ჩემო კარგო ის რომ ადრე ეს ყველაფერი რაც ჩვენ თავს ხდება არის ის რაც უნდა მოხდეს როცა ჩვენ ყველა საბოლოო ჯამში მივხვდეთ ერთ რაღაცას რომ ჩვენს გასაკეთებელს სხვა არავინ გააკეთებს რომ საჭიროა მოთმინება, გააზრებული მოქმედება. მოთმინება უკვე მე ვფიქრობ რომ არის შესაძლებელი არა. ხოდა უყურე ამიტომ ვიძახი ამ გააზრებული მოქმედება და ეს გააზრებული რა უნდა გააკეთოს თვითონმა ჩვენგანმა რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ბევრად უკეთეს მდგომარეობაში. ბევრად თუ უკეთეს მდგომარეობაში. და ასე ვთქვით, ბევრად უკეთეს მდგომარეობაში. ხო, იმიტომ რომ ახლა უკეთეს ვიდრე იყო და ვიდრე არის.
ხო? რა უნდა გააკეთოს და უნდა, იმიტომ რომ ტყუილა არ არის ნათქვამი რომ მოთმინებით შენითა მოიპოვე ფული შენი არსობის ეს ნიშნავს იმას რომ თან ეტაპობრივად მთელი შენი სიცოცხლის განმავლობაში ხელმძღვანელო ისულდგმულო დიადი იდეით, მაღალზნეობრივი იდეით და ის განახორციელო ცხოვრებაში. მაგრამ იქვე არის გადაკეთებული ვარიანტი, ხო ის ხოდა ეს გადაკეთებული აღმოხდება სული შენიო. ხოდა ეს გადაკეთებული ვარიანტი არის შეგნებულად, გადაკეთებული, დამახინჯებული ან გენიალური შეგონების საპირისპიროდ, რადგან ადამიანში, ასე ვთქვათ, განმთავრდეს ნიჰილიზმი, სასოწარკვეთილებას მიეცეს და ხელი ჩაიქნეს ცხოვრებამდე, როგორც ტრადიციულად 77 წლის განმავლობაში ხსმენი ახლა მაინც არაფერი გამოვა და სინამდვილეში ყველაფერი გამოვა, როცა მოვიდობთ. კი ბატონო. მოკლედ დავიწყოთ ახლა გაყიდული სტრატეგიული ობიექტების თამადობით სხვა დანარჩენ ობიექტებზე, რომლებიც ყოველ წამს იყიდება უკვე. დაყიდეს ყველაფერი და ჩემ მეუღლე, კარგად იცი რომ შენი კოლეგები ხართ ხო, ერთი ეს არის ექიმია და გასტროენტეროლოგი და დავეცესხები მის ნათქვამს, რომ ადამიანი რატო უნდა ცხოვრობდეს მხოლოდ იმისთვის, რომ გაიწყოს კუჭი და შემდეგ კუჭი გავიდეს. ხო? გასტროენტეროლოგიური ნათქვამია ნამდვილად. ხო და დღეს ასე მიდის ცხოვრება. ანუ კუჭზე დადგა ცხოვრება და გამაძღრობაზე და არიან გამაძღარნი და არიან აბსოლუტურად მშივრები. ხო? აი ორ კატეგორიად გამაძღრებში მცირე რიცხოვნები არიან და მშივრებში თითქმის 90%. ну, кай 85 იყო. დღეს საქართველოში დაიყიდა ობიექტები. აი ახლა მაგალითად მოდი ბოლო ხანებში გაყიდულებიდან დავიწყოთ. გაიყიდა აღარაფერს ვამბობ, მიშას პერიოდში რომ გაიყიდა ჩვენი საგამომცემლო სახლი, გამომცემლობა სამშობლოს შენობა და დღეს იქ რა ვიცი, რაღაცა უცხოური ხო სასტუმრო არის სასტუმრო სტამბა. კი ბატონო, ну მე არ ვიცი რაღაცა არის, ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის ის ხელმიუწვდომელია. გაიყიდა აგერ ახლა ხანს ტელევიზია და გადააგდეს ტელევიზია ოდითგანვე როგორ გეკადრებათ? აქ არის ჯიქიაზე. ახალი შენობა. კი ბატონო. კარგი იყო ჯიქიაზე, მაგრამ ეს არის ისტორიული შენობა, ხო? კი ბატონო. ხო, როგორც ჩანს, ვიღაცას ოფიციალური მიზეზი არის შენობის ამორტიზაცია. ხო, ძალიან მოეწონა ეს ადგილი, სტრატეგიული ადგილია. გაიყიდა და ამაზე რაც ხალხი მარტო Facebook-ჭიებივით გახდნენ, რომ Facebook-ში არიან აღშფოთებულები, მაგრამ Facebook-ს გარეთ რატომღაც ან ვერავინ ვერ ბედავს იმიტომ არიან, ჩემო კარგო რომ Facebook-ზე არავინ არ დაგიჭერს დუბინკას არ მოხვდება და ასე შემდეგ. თუ ძალიან გაბრაზდნენ, იქაც არის უკვე შემოიღეს კანონი. რომ ან ჯარიმას დაგიწესებენ, ან კიდევ პასუხისგებაში მიქცევენ. გაიყიდა აგერ უკვე ახალი ვარიანტი სპორტის სასახლისა აშენდა და სპორტის სასახლის ეს უნიკალური ისტორიული შენობა, რა თქმა უნდა, ვიღაცის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ეხლა ჩვენ კარგად ვიცით ვისედაც ლაპარაკობთ, აქ თითქმის მარტო ერთი ადამიანი განაგებს თავისი საცეცებით რა და ამას კიდე მაგნიცკის კანონის მიხედვით სთხოვენ გარკვეულ თანხებს, რომელიც მან უნდა ჩააბაროს. ანუ ბაზღრატი უნდა გააკეთოს. შემდეგ და ასე შემდეგ და რა ვიცი, აღარაფერს ვამბობ სამედიცინო დაწესებულებებზე. აი აგერ ბაბუაშენი, დიდი ბაბუა, მე რაც წავიკითხე პირველ ბლოგში, ჩემი ბაბუის ძმა. ბაბუის ძმა, ხო ბაბუა რა, ბაბუა რა არის. იყვნენ აგერ ინფექციური საავადმყოფოს დამაარსებელი. ინფექციური საავადმყოფო შეუერთეს რაღაცას ხო? ბოჭარიშვილის სახელობის კლინიკა. კი ბატონო, აღარ არსებობს.
აღარაფერს ვამბობ იმას, რომ 2011 წელს თუნდაც ჩემ მეუღლე პროტესტის ნიშნად წამოვიდა ონკოლოგიური საავადმყოფოდან, ნაციონალური ონკოლოგიური ცენტრიდან, რომელიც თბილისის ტბაზე მდებარეობდა, იმიტომ რომ ონკოლოგიური საავადმყოფო ჩინელებზე გაყიდეს ექსპერიმენტების ჩასატარებლად. და დღეს სავალალო მდგომარეობაში ეს შენობა საერთოდ მოკვდა. ბუნებრივია იმ ადგილს ინახავენ. ძალიან ბევრი ახლა რესპუბლიკური საავადმყოფო აგერ არ ვიცი რომელი ერთი ჩამოვთვალო აღარაფერს ვამბობ იმ ბუნებრივ რესურსებზე, იმ საბადოებზე, იმ თქვათ ფეროშენადნო ქარხანაზე, მარგანეცის საწარმოზე, აი რომელი ერთი ჩამოვთვალო პორტებზე, აღარაფერს ვამბობ უკვე ამაზე, იმიტომ რომ მე ამაზე მქონდა გადაცემა, სადაც ვისაუბრე და აი მართლა მთელი გული ამოვიღე და დავდე. და დღეს უკვე გადაწყვიტეს, რომ შევუერთონ ერთმანეთს თბილისთესეუ და გპი ასე ვიტყვი რა. ანუ ტექნიკური უნივერსიტეტი და თესეუ. ხო, ტექნიკურ უნივერსიტეტს მე არასოდეს არ დავარქ მაგას, იმიტომ რომ ჩემთვის უნივერსიტეტი არსებობდა ერთი. ეს არის თესეუ. თბილისში, ბათუმში იყო, აჭარასა და იმაში აფხაზეთში იყო, ამ ავტონომიურ რესპუბლიკებში უნივერსიტეტი. და რომ ვთქვათ, საქართველოში 3 უნივერსიტეტი იყო, მაგრამ ძირითადი დედა უნივერსიტეტი, რა თქმა უნდა, იყო ის პირველი უნივერსიტეტი, რომელსაც თბილისის უნივერსიტეტი ქვია. და გპი, რომელსაც 100-წლოვანი ისტორია აქვს. გპი, ანუ კი, 104 წლისაა ზუსტად. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც ტექნიკურ სპეციალისტებს ამზადებდა. და ქართველი ინჟინერია, საქართველოს ინჟინერია, ეს იყო სახელგანთქმული თავისი გამოგონებებით, თავისი ყველაფრით აბსოლუტურად. შემდეგ გახადეს შეუერთეს რაღაცა ფაკულტეტები, გახადეს უნივერსალური სასწავლებელი, რომელსაც არაფრით არ უხდება ეხლა იქ ამდენი ფაკულტეტის შეყრა. ეს მიშას პერიოდში გაკეთდა. მერე გაჩნდა უამრავი კერძო ეგრეთ წოდებული უნივერსიტეტები, თუნდაც ის პედაგოგიური ინსტიტუტი, რომელიც არაჩვეულებრივ კადრებს ამზადებდა, ეს პუშკინის სახელობის იყო, შემდეგ სულხან საბასის სახელობის და ახლა ილიაუნი, რაღაც ილიას უნივერსიტეტი, გახდა მერე აი ეს რაღაც, სადაც ბავშვებს, არ ვიცი, რა სამჭედლო აბსოლუტურად შეიცვალა ის პროფილი, მიმართულება პედაგოგიური ინსტიტუტისა და გახდა რაღაცა საშინელი კოსმოპოლიტანების სამჭედლო. აი არ ვიცი, აღარაფერს ვამბობ ჯიპაზე ქართულ-ამერიკული უმაღლესი სასწავლებელი რომ არის და ასე შემდეგ, აი რა ვიცი. და ყველა სარდაფში დაარსეს აკადემიები. ამდენი პროფესორი იზრდება, ამდენი აკადემიკოსი, ამდენი რაღაცა, მაგრამ სწავლების ხარისხი არის 0. მე არ ვიცი, თუ ვინმეს რამის გაუქმება უნდა, არაშენობები უნდა გააუქმონ. ჩემი აზრი ასეთია და მე უკვე შენ მოგისმენ რა. არამედ პროფილი უნდა შეუცვალონ და დაიყვანონ ისევ იმ პროფილზე, რომელსაც ისინი თავის დროზე წარმოადგენდნენ. და ეს არის, მაგალითად, უნდა იყოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ანუ ჩემ დროს მაინც გპი და მე ასე ვიტყვი, უნდა იყოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, ანუ შემდგომში გახდა აგრარული უნივერსიტეტი, მაგრამ მე მაინც ინსტიტუტად ვფიქრობ, თეატრალური ინსტიტუტი და არა უნივერსიტეტი, უნდა იყოს სამედიცინო ინსტიტუტი და არა უნივერსიტეტი, უნდა იყოს ზოოვეტი და არა უნივერსიტეტი, არ ვიცი ახლა რა ქვია იმ ზოოვეტს. აგრარული უნივერსიტეტის ბაზაზე გაერთიანდნენ, ხო? და ასე შემდეგ. გააქრეს და გააუბედურეს და მოსპეს მთლიანად და გააჩანაგეს თავის დანადგარებიანად კვლევითი ინსტიტუტები, რომლითაც ასე ვამაყობდით და ამდენი კვლევითი ინსტიტუტი ჰქონდა და შენობები საერთოდ გაანადგურეს
იმიტომ რომ როგორც ჩანს ვიღაცას თვალი აქვს ამ ყველაფერზე დადებული. და ახლა მოინდომეს თესეუს და გპ-ის, ანუ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება. ბიძინა, აბა მითხარი ახლა რა ხდება? შენ როგორც ამდენი წლის მანძილზე, მოდი ხარ 17 წლიდან და შემდეგ უკვე მეუნელა ასაკიც რო გემატებოდა, თანდათან იზრდებოდა შენი პოლიტიკური მსოფლმხედველობა და პოლიტიკურ პარტიებში და მოძრაობებში გიწევდა ურთიერთობა არაუბრალოდ, ხო? იყავი მათი წევრი. და რაც მთავარია, ხარ ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი. გამაგებინე რა ხდება, რა უნდა მოხდეს და რა გვეშველება. ხსნა სად არის ჩვენი განათლების სისტემა რომ მომსპარია და მე არ ვიცი სკოლები ერთმანეთს შეუერთეს, გადაუერთეს საშუალოდან საჯაროზე გადაიყვანეს, გონება-ჩხლუნგი და საღადა მოაზროვნე ბავშვები ერთ მერხზე დასვეს. საშინელება არის მაპატიოს მაყურებელმა, შეიძლება ძალიან უხეშად ვამბობ, მაგრამ იყო სპეციალიზებული სკოლები, სადაც ცოტა გონება ჩამორჩენილი ბავშვები იქ სწავლობდნენ, სადაც სმენა დაქვეითებული ან მხედველობა დაქვეითებული ბავშვები სწავლობდნენ სპეციალიზებულ სასწავლებლებში და ასე შემდეგ რა. მაგრამ დღეს ყველაფერი გაერთიანებულია. აბა ისმენ მე ხა კითხვა კი არა, მე მგონი ჩემი მონოლოგი ვთქვი და შეფასება, მაგრამ შენი ვთქვი, აბა. გიპასუხებ ჩვეულებრივად, ეს პირველი შემთხვევა არ არის ჩვენ შორის. ასეთი კი ბატონო. გიპასუხე შენი მხრიდან. იმიტომ რომ აღარაფერს ვამბობ მიწების გაყიდვაზე კიდე. აბსოლუტურად ყველა, აი მას ესენი თუ არ ყიდიან, თვითონ მოსახლეობა ყიდის, იყიდება აი ეს ამდენი კვადრატული მიწა და ასე შემდეგ. კი. კი ბატონო. დავიწყოთ იქიდან, ჩვენ ბოლოდან დავიწყებ ახლა. იმიტომ რომ ეს თვითონ პირადად ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, როდესაც გამოცხადდა ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტისა და ტექნიკური ურთიერთობების უნივერსიტეტის გაერთიანება. თან ისე რომ არც ერთმა ხელმძღვანელმა პირმა ეს არ იცოდა. მე ვფიქრობ ძალიან კარგად იცოდნენ, მაგრამ დრო არ იცოდნენ. ერთი საღამოს გაიგეს და დღისით გამოცხადდა. მანამდე მომზადება არ ქონდათ? რო ქონოდათ, მაშინ ცოტა სხვანაირად წავიდოდა ურთიერთობა და მე პირადად საერთოდ ერთი შეხედვით ისე რომ გამოაცხადეს, რომ აი შეუნარჩუნდება აკადემიური პერსონალი და ყველაფერი ძველებურად არჩევა, უბრალოდ სახელი შეიცვლება და იქ ადმინისტრაციული ერთეულები, ხო? თითქოს ერთი შეხედვით ამაში ცუდი არაფერია. მაგრამ როდესაც გაითვალისწინებ იმას, რომ იგივე ტექნიკური უნივერსიტეტი არის 104 წლის და 104 წლის განმავლობაში მან თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს განვითარებაში და ძალიან ბევრ რამეს გაუძლო. ხო? უბრალოდ ეს ჩვენი მეცნიერების ინტელექტუალური პოტენციალი შეგნებულად არ არის გამოყენებული. შეგნებულად ამას თავისი არხი აქვს, იმიტომ რომ 92 წლიდან მოყოლებული და განსაკუთრებით ეს მიშას პერიოდის ჩათვლით მიდიოდა პირიქით ჩაწიხლა ყველაფერი ქართულის და ყველაფერი ეროვნული და ყველა ნორმალური მეცნიერი იყო შევიწროებული ან ქვეყნიდან გამდენილი ან აქ თუ იყო, ამას არ გამოვიწყდება, როდესაც ზურაბ ნუდოყაიდელმა მაშინ პრემიერ-მინისტრმა სააკაშვილის ხელისუფლების პირდაპირ უთხრა მეცნიერებათა აკადემიის შეხვედრაზე, მეცნიერი აკადემიკოსებს რომ იყავით, არაფერში არ გვჭირდებით, მაინც ნახეთ თქვენ ხელფასი და იყავით. ჩვენ არაფერში არ გვჭირდებით. იმიტომ რომ საქართველოს უკვე განვითარებადი ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს. რა თქმა უნდა. შევარდნაძის ეგეთი რაღაცები და მოკლედ ეს გადაწყვეტილება იყო მეტისმეტად ნაჩქარევი და არ იყო დროული და არ იყო მომზადებული. ელემენტარულად ყველაფერს თავი დავანებოთ, ხო? იგივე არის ესეთი საქვეყნო ცნობილი პრობლემა, როდესაც მიშას დედიკოს აქვს იქ ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსები მიტაცებული, ხო, თავისუფლად კანონით და ეს პრობლემა იყო ჯერ მოსაგვარებელი. შემდეგ ეს ელემენტარულია, რომ ყველა გადაწყვეტილებას უნდა თავისებური იდეოლოგიური შემზადება, რომ არ იყოს მტკივნეული და ეხლა მიეცათ ოპოზიციურად განწყობილ ელემენტებს
ყველა დონისას სალაპარაკო მეცაც თემა და ატყდა ერთი ამბავი ეხლა რომ აი გუშინ უყურებდი TV პირველს და ფორმულას. Ну ესენი ყოველთვის შავფერებში, მუქფერებში ხატავდნენ ყველაფერს. და ну ეხლა როცა მეცაც სალაპარაკო თემა ეხლა რა გავუდგებოდა წინ. ხო. ესეთი რაღაცები იყო და აჩეხება ეხლა დანარჩენს ეს შეგნებულად მიდიოდა ეს საქართველოს დანგრევა დანაწევრება, განადგურება 92 წლიდან 2022 წლამდე. მე ვხედავთ იმის რომ 2012 წლიდან ყველაფერმა შეცვალა ცოტა ის, მაგრამ მაინც იყო მაგრამ და უკრაინის ომის მერე სიტუაცია შეიცვალა ძალიან, საქართველოს უფრო მეტი ასპარეზის მოიპოვა, შედარებით უფრო მეტი შესაძლებლობები გაჩნდა. მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის აღხდება ის შესაძლებლობები გაჩნდა. არა, განვითარების, ქვეყნის განვითარების. საქართველოს განვითარების? კი. უფრო მეტი შესაძლებლობები. განვითარდა საქართველოს და მე ვერ დავინახე. არა, მე ვამბობ გაჩნდა შესაძლებლობები განვითარების. მე იმას კი არ ვამბობ, რომ განვითარდა და ყველაფერი რიგია. არა, გასაგებია, მაგრამ ვინ გამოაჩინა ეს შესაძლებლობები? ეს შესაძლებლობები გამოაჩინა ისე მე ვერ ვხედავ. არა, ეს შესაძლებლობები გამოაჩინა არსებულმა საერთაშორისო პოლიტიკურმა სიტუაციამ და საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, მაგრამ ყოველთვის ეს არის მეორე მხარე მედლის. უბრალოდ ის რაც შემდგომ განვითარდა. ეძინა მე სწორად მესმის ის რომ მე არ მესმის ახლა ამ წუთას რასაც ამბობ. რა არ გესმის შენ? მე შენ გეუბნები იმას, რომ არსებულმა საერთაშორისო პოლიტიკურმა სიტუაციამ ამ უკრაინის ომმა გამოიჩინა საქართველოს როლი თანამედროვე სამყაროში უფრო გამოკვეთა. შესაბამისად საქართველოს მიეცა უფრო მეტად განვითარების შესაძლებლობა. და ხელისუფლება არსებული ნებისმიერი ეს ოცნება იქნება თუ ვინც იქნება. ხო, ამას როგორ გამოიყენებს? ეს უკვე დამოკიდებულია მასზე და აქ ცხოვრობს საზოგადოება. როგორ უნდა გამოიყენოს? დაყიდა ყველაფერი არაბები შემოიყვანა და არა მარტო არაბები, თურქები დიდი ხანია პარპაშები. პრემიერიდან არ გახსოვს ჩვენ რაზე გქონდა ბერის სასამართლოები. მან არის ესეთი რაღაცა. ჩემო კარგო, რომ როდესაც რაღაცაზე ხმას იღებ, პრაგმატული პოლიტიკა ეგრეთ წოდებული. როდესაც რაღაცას ეწინააღმდეგები, უნდა ქონდეს გათვლილი ყველაფერი, რა მოყვება კონკრეტულ ამას და ღირს თუ არა რაღაცის ასე ვთქვათ შეწინააღმდეგება და რაზოდით უნდა შეეწინააღმდეგო, რომ უფრო უარესად არ დაზარალდე. აქ ეს არის. ამას ვინც აკეთებს, ხო, იგივე ჩვენ ისტორია რო ავიღოთ, ხო? ჩვენი დიდი მეფეები დამპყრობელს ეხმარებოდნენ სხვა ქვეყნების დაპყრობაში, რომ საქართველოს მდგომარეობა როგორმე შემსუბუქებინა. მესმის, მაგრამ ამ წუთას ვეხმარებით საქართველოს დაპყრობაში? არა, უყურე საქართველოს დაპყრობაში არ ვეხმარებით ჩვენ, მაგრამ აქ არის სულ სხვა რაღაცა, ის რომ დავუშვათ იგივე არაბული ინვესტიცია რო ავიღოთ, რომ ათეხილი არის ერთი ამბავი, ხო? ხო, მერე? როდესაც ეს გაჩნდა, ხო, მე ახლა ყავს მეგობრები ძლიერი ეკონომისტების და იურისტების და ისიც და ეკონომისტებმა ხარი დაუჭირეს ძალიან კარგია, მაგრამ იურისტებმა თავი შეიკავეს და რატომ შეიკავეს თავი? იმიტომ რომ აქ არის ესეთი სამართლებრივად არის ასე რომ ნებისმიერი ინვესტორი რომელიც შემოვარდა შეიძენს ქონებას, მისი თანამესაკუთრე არის ქართული სახელმწიფო, იმიტომ რომ ოფიციალურად თანამედროვე კანონმდებლობით უცხოელზე მიწის მიყიდვა და არის აკრძალული და ამიტომ მესაკუთრე გავს ქართული სახელმწიფო, ოღონდ მიიღებენ ესენი ყველანი 6 თვიან 1 წლიან ვიზას. და იქნება საქართველოში და აქ არის ესეთი ტექნიკური პრობლემა, შეუძლია, ხო, როგორც კეთებოდა ხოლმე, შეუძლია გავიდეს უკრაინად და ცოტა ხანში ისევ შემოვიდეს. ეს არის და თავისი საქმეები გააკეთოს. და მე უკვე იქ გააჩნია უკვე ხელისუფლება თვითონ როგორ მეუდგება სიტუაციას, ხო და იგივე საზოგადოებაც, ხო, იმ შემოსულ ადამიანებს რამდენად მიცავს იქ საკუთარი, ასე ვთქვათ, სურვილების დაკმაყოფილების საშუალებას.
მაგრამ ამაში მე ეროვნულს ვერაფერს ვერ ხედავ. არა, ეროვნული ვერაფერს ვერ ხედავ, მაგრამ ეგ ჩვეულებრივი ამბავი, იმიტომ რომ ინვესტიცია არის ინვესტიცია, გარკვეულ ყველანაირ ინვესტიციას, რაც არ უნდა იყოს, ყოველთვის ახლავს გარკვეული რისკები, თავისი პლუსები და მინუსები აქვს. ხო და უკვე რამ დოზით შეამცირებ ამ მინუსებს, ამ რისკებს. ეს უკვე დამოკიდებულია ხელისუფლებაზე. რა დოზით შეამცირებ ამ რისკებს და ნახოთ როგორ განვითარდება და სხვათა შორის იგივე განათლების რეფორმაზე როდესაც იყო ლაპარაკი, ხო? და დაიწყეს ეს განათლების რეფორმა და უცებ ესეთი დადგენილება რომ გამოაცხოს რომ არ იქა რომ გაერთიანდება უცებ ტექნიკური უნივერსიტეტი და ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, ხო მე პირადად უკვე გამიჩნდა ეჭვი რომ რამდენად აწონილ-დაწონილია და კარგად გააზრებული ეს განათლების რეფორმა. რაც უნდა გააკეთონ საქართველოში. ხო და რაც უნდა განხორციელდეს საქართველოში, იმიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს მოგლეთ რო ვთქვა წინააღმდეგი ვარ ესეთი მოუმზადებელი და ესეთი არადროული მოქმედებების. კარგი, ჩვენ უკვე 2 საათია ეთერში ვართ და ამიტომ ეხლა ცოტა უფრო უნდა ავჩქარდეთ და შემდეგ როდესაც ხელთ-გექნება საერთაშორისო როგორც მითხარი საერთაშორისო კანონმდებლობა რის მიხედვითაც ზუსტად გამსახურდია დამხობის შემდგომი ყველა ხელისუფლება არის უკანონო არალეგიტიმური და შემდეგ აი მიწების თაობაზე და ობიექტების თაობაზე ახლა კონკრეტულ შემთხვევაში რაც ხდება, იმიტომ რომ არავინ არ იცის ერთმა ღმერთმა იცის ჩვენ რამდენი ხანი ვიქნებით კიდევ ცოცხალთა რიგებში და რა აი ეს ცოცხალი ადამიანები გისოსებს გარეთ გისოსებში ვართ და მომწყდეული ვიღაცეების ხელში და არავინ არ ვიცით ხვალზეგ მართლა რა გველოდება და რის გარეშე ვრჩებით საერთოდ უკვე ღირსება თითქმის წაგვარხეს იმიტომ რომ ჩვენ აღარაფერს არ წარმოვადგენთ და კიდევ ვიმეორებ ჩემივე ნათქვამს რომ კუჭის პრობლემაზე ანუ კუჭზე გადის ხაზი და დანარჩენი ამათ არაფერი არ აინტერესებს და ის რომ ფული რომელსაც ითხოვენ და ამდენ ხალხს იჭერენ სად მიდის ის თანხა და რატო არ შემოდის ქვეყნის ბიუჯეტში თანხა ან როდესაც ადამიანებს იჭერენ და ართმევენ ერთ-ორ მანქანას და ერთ სახლს და რაღაცა თუნდაც 1 მილიონს იმათვის ეს არაფერი არ არის მაგრამ ის რაც სახელმწიფო საკუთრება იყო და ჩვენ გვეკუთვნოდა ხალხს რატო არ დაბრუნდა თუნდაც იგივე ღარიბაშვილის მიერ ცოლისთვის ნაჩუქარი ტყე-პარკი აი ბაკურიანის ტყე კონკრეტულად მარტო ერთ მაგალითს ვიტყვი რატო არ დაუბრუნდა სახელმწიფოს რატო არ დაუბრუნდა ღარიბაშვილის ცოლის საკუთრება ღარიბაშვილმა ცოლსა ჩუქა დიახ ის არ არის საკუთრება ის არის ჩვეულებრივ იჯარით გაცემული ის არის სახელმწიფოს უბრალოდ იჯარით აქვს ღარიბაშვილის ცოლს იჯარა და უყურე რა არის ცე რომ თანამედროვე აი გეტყვი ეს ბოლო 13 წელიწადია საერთოდ და უფრო სწორად ვთქვა აქამდე სულ ეგ ოფიციალურად რომ ნაჩუქარია და ნაჩუქარია მინდა სპეციალურ დეზინფორმაცია ხო და იჯეროთ ხო და სიმბოლურთან ხო და ეს არის ხო და არ მე ვიცი რომ იჯარაა და ეხლა არ დავიწყებ კამათს იმიტომ რომ ეს ერთლარიანი ესეც ჩვეულებრივი პრაქტიკაა მაგრამ ეხლა კამათს არ დავიწყებ იმიტომ რომ ერთლარია და იგივე ჯუღელებმა იგივე ნინო ბურჯანაძე იგივე რა ვიცი რომელმა წევრმა არ ჩაიდო ჯიბეში ერთლარად შეძენილი მიწები ერთლარად შეძენილი კი თავის დროზე ბადრი პატარკაციშვილმაც ერთლარად მიყიდა ამერიკელებს კი ბატონო და იგივე თქვა ბოტანიკური ბაღი რომლის მე პატრონეც ახლა ბატონი დიდი მეკარხურია ის ერთლარად კი არა საერთოდ 10 ერთლარად არის ხო და ჩაიდო ასე პირდაპირ ჯიბეში
სამაგეროდ ფასი ადევს იქ შესვლას. არა, ფასი ადევს ყოველთვის ედოდა. იგივე აბასთუმანი, იგივე შეკვეთილი. აბასთუმანი არის კარგად გაკეთებული. გადასარევად. აბასთუმანი არის კარგად გაკეთებული და კიდევ უკეთესად გაკეთებული. ესა ბიძინა რა გადაგვარჩენს ჩვენ შენი ხედვით და დავამთავროთ ეთერი. აი შენი ხედვით, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო ეკონომისტების ოჯახში ხარ კიდე გაზრდილი. სხვა თუ არაფერი, შენი წინაპრები ეკონომისტებიც იყვნენ და პირველი ეკონომისტები, აი როდესაც თესეუ დაასწა. და გპი და ასე შემდეგ. კი ბატონო. რა გადაგვარჩენს? გადავარჩენს ისევ და ისევ ის რომ მივხვდებით ბოლოს და ბოლოს რა არის ცუდი და რა არის კარგი. და რა უნდა გავაკეთოთ თითოეულმა ჩვენგანმა რომ დავახციოთ თავი. და რო არის ის ხალხმა რა უნდა გააკეთოს? ხო და მივხვდებით რა, მივხვდებით მოვა დრო და მივხვდებით ერთმანეთის ხურებას, როცა მოვა ეს დრო. როდის მოვა? მე მაგი არ ვიცი რამდენ ხანში მოვა, მაგრამ მე ვიცი რომ მოვა. კარგი, რას აკეთებს ამ დროს შენი ეროვნული მოძრაობა? დღეს არის დაქსექსული მარტივ მაღრალებად, ხო? არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ გამოსავლის პოვნას და არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ არსებულ სიტუაციაზე მორგებას, ისევ და ისევ საკუთარი ვიწრო პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. ხო? ვის გულისხმობ? ჩამოთვლა შორს აგვიყვანს. მაგრამ თუ არსებობს რომელიმე პარტია ან მოძრაობა, რომელიც მართლა ეროვნულ პრინციპებზე დგას. თორე ეროვნული ადამიანი, ერთადერთი პოლიტპატიმარი საქართველოში ირაკლი დოკვაძე, რომელსაც მთელი ისტორია აქვს და მე ამ გადაცემაში უბრალოდ ირაკლისა და მისი ოჯახის ზღვაწელზე აღარაფერი არ მithქვამს, იმიტომ რომ ყველა გადაცემაში მაგაზე ვლაპარაკობ, აი ეს ადამიანი ცოცხალ თავით ამ ადამიანს აღუშვებენ. და 1000 რაღაცა გააკეთეს, რომ ვიდეო პაემნებიც კი აღარ შეიძლება, უკვე ერთადერთი კოლონია აღმოჩნდა, სადაც ვიდეო პაემნები არ არის შესაძლებელი, იმიტომ რომ მონიტორი გაფუჭდა. და აღარ აქვს საერთოდ გაუქმებული. ეგ საერთოდ გაუქმებული. როგორ გეკადრება ვიდეო პაემნები ძალიან კარგად ვიცი რომ არის. არა, მანდ გაუქმდა. მანდ გაუქმდა, იმიტომ რომ 3 წელია გაუქმდა და კარგად ვიცი პირველი ივლისი იყო, როდესაც გაუქმდა, დიახ. როდესაც გაფუჭდა მონიტორი, ეს იყო 3 წლის წინ. მოდა. დანარჩენს ახლა ეცერა, კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ აი როდესაც თითოეული ჩვენგანი მივხვდებით, რომ გვეყოფა ასე ვთქვათ, წარსულზე დარგი და ჩვენ უნდა ახლა სხვა მომავალი შექმნა და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაიყოს ისე მაქსიმალური თავისი შესაძლებლობები, როგორც თუნდაც მე რამადას ვიადმე გაიგეს, ხო? სხვათა ყველაფერს თავი დავანებოთ. მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, მაგრამ ამისთვის როგორც წესი ეს ჩვენ გვახასიათებს ქართველებს, რომ სანამ უკიდურეს ყურამდე არ მივალთ, მანამდე ქმედითი კონკრეტული გაბედული გადაწყვეტილებების მიღება გვიჭირს. ბიძინა, შენ აი როგორც ეროვნული მოძრაობის აქტიურ წევრს გეკითხები. დღეს საქართველოში თუ არის ძალა, რომელიც აი ასე რომ ვთქვათ, ახლა ზვიაც და მერაბს ფიზიკურად ვეღარ გავაცნობ. მოდი პირდაპირ გეტყვი რომ არ არის. არ არის. არ არის. სამწუხაროა. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც არსებობენ. აი კონკრეტულად თუ შეგიძლია 1-2 ადამიანი. ახლა ესე რა, კონკრეტულად რო შემიძლია, ახლა 1-2 ჩვენ ვახსენეთ, მივხვდეთ ასაკისა ბატონი გურამ ხაცარია. არსებობენ სხვაებიც, მაგრამ რა მას ყველაფერს უნდა როგორ რაღაცა ეცე რა, ყველაფერს უნდა ერთად დაჯდომა ბოლო და ყველაფრის საბოლოო თქმა და თავის ადგილზე დალაგება. თავის ადგილზე დაყენება და ეს არ ხერხდება. აი, სულ цота ხნის წინ, რამოდენიმე თვის წინ მე დავესწარი სხდომას, როგორც იყო თბილისში. ერთ-ერთ სასტუმროში იყო კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის სროლა. ხო? იქ ყველაფერი იყო სხდომის გარდა ესეთი ემოციები მიდიმოდიოდა დუღდა გადადუღდა. ხო? ანუ არც იქ არ იყოს ხსნა. რატო ეხლა, იმიტომ რომ იყო ესე იგი დაპირისპირებული ბანაკები რომელიც ერთმანეთს არაცდიდან საუბარ არა შენ ხარ, არა ის და ბოლოს ყოდა
ბოლოს და ერთმანეთს არ უსმენდნენ, ერთმანეთს არ იყო და ბოლოს ერთ-ერთს უთხარი რომ მეუთხარი ჩვენ მეთქი გვასწავლიდნენ, მეთქი ყოველთვის მე რაბი დაზვიადი რომ პოლიტიკაში გადაწყვეტილებები მიიღება ცივი გონებით და ემოციებით და გეყოფათ მეთქი. ნუ ახლა ჩემ არსებულმა სტატუსმა გაჭრა. თორემ ჩვეულებრივი ბიზნესი რო ყოფილიყავი, მაშინ არც არავინ მომისმენდა. შენი სიმამრის მაშინ თავის დროზე შენი ეროვნული ლიდერის შემდგომში უკვე შენი სიმამრის სიტყვებს თუ გაიხსენებდი ეხლა რაც თქვა მან ქართველებზე გოროზიულ ამპარტამენტს. კი ბატონო. აბა ეხლა ციტატა გამიჭირდება, მაგრამ მითხარი როგორც გახსოვს. ციტატა გამიჭირდება, მაგრამ ეს შენს ეთერში არის ხოლმე ხშირად. კი ბატონო. ყურებია, მაგრამ ესე იგი დაახლოებით ესე. მე მინდა რომ შენ თქვა სიძემ კი ბატონო, მაგრამ ეხლა გამიჭირდება ციტატა, მაგრამ შინარსი არის ესეთი, რომ ჩვენ მივუტირით ყველაფერს, მაგრამ როგორც კი ჩვენსაც მივახცევს, მაშინვე იღვიძებს ჩვენი ეს გორაზი ამპარტაუნება, გოროზიული ამპარტაუნება და ყველაფერი იწყება თავიდან, ანუ იწყება გათიშულება და ცალ-ცალკევდებით, კი. აი ეს არის დღეს განსაკუთრებით, როდესაც ხო. აი ეხლაც, ხო. და მე ზვიადმა რა თქვა ამაზე კი არა. აი როდესაც ის თავისი წინასწარ ხედვით ამბობდა რომ ჩემ შემდგომო აბა მომიყევი თუ გახსოვს და ეს 91 წლის 8 ოქტომბერს რო გამოვიდა? კი ბატონო, სესიაზე კი ბატონო. ხო. კი ბატონო, მან თქვა ეგეთი რაღაცა მიმართა ოპოზიციას, განსაკუთრებით თქვენ დაძაბეთ გონებაო, ჩემს შემდგომ საქართველოს ეყოლება 3 პრეზიდენტიო. თბილისი დაიყოფა უბნებათო, იარაღის ღარუნი იქნებაო და ნუ და მე ყველა შეიქმნება უამრავი პარტია, მაგრამ იქნება ერთი. დღეს მაგ აი ამ პრობლემის წინაშე ვდგებარ. მოკლედ, ბიძინა, მე ერთ წუთს მოგცემ კიდევ რეპლიკისთვის, ბოლო სიტყვა რომ თქვა ამ გადაცემაში, თორე ჩვენ რა თქმა უნდა შევხვდებით კიდე და ღმერთმა დაგიპაროს ბოლო სიტყვიდან. მე მინდა ვუთხრა როგორც ზვიადმა თქვა, მერაბმა თქვა, ხო დამეთანხმები იმაში, რომ არსებობს ასეთი მოძრავ ბედი, კარგი კაცი დგას სათავეში, საქართველოს შვილები. კი არსებობს. ხო და იქნება და ვუთხრათ ხალხს, რომ ეგება რაღაცნაირად დავსხდეთ ამ წუთას შენგან გამოვიგონე ეს ინიციატივა ვიღე შენიდან, ასე რომ თქვა შენი ნათქვამიდან. დავსხდეთ და არა უბრალოდ ვიფიქროთ საქართველოს გადარჩენაზე, არამედ კარგად დავკვალიანდეთ და დავიწყოთ საქართველოს გადარჩენა. რა სიტყვი? იმიტომ რომ ყველა არჩევნები უკანონოდ ჩატარდა, ზვიადის ნათქვამიც გავიხსენეთ, წინასწარ ხედვა, მერაბის ნათქვამიც გავიხსენეთ, მისი მუშტით გამოსვლა და აი უკანონო არჩევნებთან დაკავშირებით ვიტყვი ერთს, ხა 2024 წლის არჩევნების მერე ხო ატეხილი და ერთ-ერთი დავსვე ესეთი კითხვა. ეს იყო ჩემი ოპონენტი წუთას და შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს და იქით-აქეთ ბოლოს კითხები ვუთხარი. ეს არჩევნები არ ლეგიტიმურია, იმიტომ რომ 92 წლიდან მოყოლებული სიმედი ახალგაზრდობის სამართალ მემკვიდრეა თუ იმიტომ რომ უბრალოდ გაყალბდა მეთქი. პასუხი იყო სრულად დამაბნეველი. აბა. ნუ ახლა არ ვიცი ზუსტად რა გითხრაოდა ახლა. იმიტომ რომ პროგრამირებული იყო იმითი რომ არ იქა ეს არჩევნები არის ყალბი და ახლა არჩევნების მეთვალყურე ვიყავ მე თვითონ უყურებდი ის არ იყო გაყალბებული, მაგრამ თუ ავიღებთ ისევ ამ საერთაშორისო სამართლის ნორმებს 92 წლიდან მოყოლებული, всё? ეს არის გაყალბებული. ხო, არა, ეს არის უკანონო. არა ლეგიტიმური. გაყალბებული არის, იმიტომ რომ კი ბატონო, ამიტომ ჩვენ ვინც ვართ ლეგიტიმურად, ეროვნულად ქართველები. ხო და რაც შეეხება იმ კაცს, კი ვარ საქართველოს. რაც შეეხება იმ კაცს ამ შესანიშნავი ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რომელსაც საქართველოს შვილები, ხო? ვისურვებდი ერთ რამეს, რომ უახლოესი არის ირაკლი დოგვაძე. კი ბატონო, ვისურვებდი ერთ რამეს, რომ უახლოეს ხანში ორგანიზაციულად
ისე განზრახებული იყოს ეს ორგანიზაცია, ხო? რომ შენც მოყვა ჩვენთან. ეს პოლიტიკური მოძრაობა თუნდაც რა თავისი გადამწყვეტი სიტყვა ეთქვას. კი ბატონო. და შეძლებები ამ ორგანიზაციის აუცილებლად მთავარი და სერიოზული არა უბრალო წევრი. ამ ორგანიზაციის გემდივანი არის ირაკლი ნდოგვაძე, საქართველოს შვილებისა და იმედი არის, რომ როგორც ბატონმა გიას ულაქველიძემ ფსიქოთერაპევტმა თავის გადაცემაში პირდაპირ თქვა, მე ვხედავ მას უკვე კართან დგას ღმერთმა ქნას, რომ ეს კარი ძალიან მალე გაიღოს, იმიტომ რომ ბოლო ბატონმა გიამ ასეთ უწინასწარმეტ ყველა ირაკლის. ვიძინა, ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი გვაქვს საფრთხმელი, მაგრამ შემდგომი გადაცემებისთვის იყოს, იმიტომ რომ 2 საათსაც გადავაჭარბეთ. დიდი მადლობა. ბატონო, მე მინდა რომ საზოგადოებას მაყურებელს ვუთხრა, რომ ვიძინა მესხი, მე უკვე წარვადგინე პირველ ბლოკში და ის არის ერთი გულიანი ქართველი მამულიშვილი და ბავშვობიდან, სულ პატარა ასაკიდან სამშობლოზე შეყვარებული, იმიტომ რომ მას კანდელაკები და მესხები ამ სიყვარულს უნერგავდნენ თავისი დიდი წინაპრები და სახელოვანი წინაპრები, თავისი ლამაზი და სახელოვანი დედმამა და ოფიციალურად 17 წლიდან არის აქტიური წევრი ეროვნული მოძრაობისა. გაგიმარჯოს ბიძინა. მოეთმა სიკეთე მოხდეს და არის ვერა კოსტავა სიძე.